გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, გაბატონებო და ბატონებო. ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. ამოვედით საგუნამოში, სევსამორაში, ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით და დღევანდელი ჩვენი მასპინძელი გახლავთ სევსამორას დამფუძნებელი ბატონი გია გაგუა. გია, მოგესალმებით. ძალიან მადლობა. მიხარია რომ ესე ვგიყურებ და ხედავ ჩემთან სრულად. მე ძალიან მიხარია შენთან სტუმრობა ყოველთვის, დიდი მადლობა. მასპინძლობისთვის და დავუწყოთ მე მგონი ინტერვიუ. კი ბატონო. ხო, ძალიან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი მასპინძელი სევსამორას დამფუძნებელი ბატონი გია გაგუა. გია, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მასპინძლობ და მადლობა შენ დროისთვის. სხვათა შორის 1 წელი გავიდა ზუსტად ჩვენი წინა ინტერვიუდან. და მოკლედ 1 წლის თავზე ისევ აქ ამ სივრცეში, ახლა სხვა ლოკაციაზე გვაქვს მორიგი ეპიზოდის ჩაწერა. როგორ ხარ უპირველეს ყოვლისა, როგორ არის საქმეები და ძალიან ბევრი სიახლეც გაქვს, როგორც ვიცი და გვიანბე მოკლედ ამ სიახლეების შესახებ. მადლობა სანდრო, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს, მოგესალმებით. გიორგი გაგუა, საქმიანობა, ლილო მოლი, კალასი, ჯორჯია კერამიკე არტისტიკე, სევსამორა ვაინერი და სევსამორა ვილა, დამფუძნებელი. როგორ გითხრათ, როდესაც ამ საქმიანობაში ხარ ადამიანი, უკვე ყველაფერი კარგად არის. როდესაც ინარჩუნებ ამ იმას, ამ საოცარ რაღაცას, იმ სამყაროს, რომ ეს თითოეული ჩვენთაგანისაც ძალიან ძვირფასია, ქართული კაცისათვის, ჩვენი ისტორიისათვის, ჩვენი მემკვიდრეობისათვის, უკვე ყველაფერი კარგად არის. რადგან დღეს აქ დავხვდი და ისე ვაგრძელებ ამ საქმიანობას, ესე იგი ყველაფერი კარგად არის, შეგვიძლია ეს გითხრათ. მოდი დავუწყოთ ახლა საუბარი რამდენიმე მიმართულებით. ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი გაქვს დამატებული და ერთ-ერთი ამ პროდუქტების ძალიან კარგი მაგალითი და ილუსტრაცია არის Straboni, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს. სხვადასხვა აი ბრენდინგი არ გეშლება. იმიტომ რომ რა და ჯერ მარტო აკაურობის სახელწოდებით დაწყებული და მერე თითოეული ხაზის სახელწოდებით და დაბრენდვით დამთავრებული, აი ახლა ჭეშმარიტად შემიძლია თქვა, რომ აი ნოუ-ჰაუ გაქვს ჩაჭერილი სრული ამ სტუს უჟობთ. აი გვიანბე ამ სიახლეებზე, რაც ზოგადად არის წარმოდგენილი ამ სიახლეებში. აი ბოლო პერიოდის შემდეგ, რაც თქვენ ბრძანდებოდით აქა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან საინტერესო ჩვენ დავტესტეთ ჩვენი თავი. შუშხუნა ღვინოების ეს არის ნატურალური, ეს არის ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ის, რაც საქართველოში ძალიან იშვიათია. სულ რაღაცა რამოდენიმე პროცენტი შეიძლება 3-4% მეღვინეებისას აკეთებს ამ ნატურალურ იმას. დანარჩენი ღვინოები არის პრაქტიკულად ჩვენი დაგაზული მსგავსი რაღაცა სტილის ღვინოები. რაც შეეხება ამას, აქ არის კუპაჟი 3 ძალიან საინტერესო ჯიშისა, ეს არის სოლიკაური, ეს არის გორული მწვანე და ეს არის ჩინური. ესენი ყველა ითვლება ასე თუ ისე, რომ რაღაცა არის ძალიან საინტერესო ჯიშები ამ სტილის ღვინოებისათვის და რატომ Straboni, მოდი დავსვათ ახლა ეს კითხვა, რა შუაშია Straboni ამასთან დაკავშირებით? არა გვყავს თუ საოცრად დიდი მამული შვილები და ჩვენი წინაპრები, რომელთა სახელი შეიძლება მეგვენიჭები. რა თქმა უნდა, ეს ალბათ მომავლის ამბავია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სახელწოდება ისტორიული სახელწოდებაა, ჩვენი მარნის სევსამორა მარანი, რომელსაც ქვია თვითონ ეს სიტყვა სევსამორა შემოგჩა ზუსტად აი ამ ისტორიკოსთა გეოგრაფის Strabonis დახმარებით, როდესაც ის თავის ნაშრომში გეოგრაფიაში წერს, რომ ცხეთას აღმოსავლეთის მხარეს ტყვრისა და არაგვის შესართავთან იცავს ციხესიმაგრე სევსამორა. ეს აღნიშნული ციხესიმაგრე ამჟამად არც არის ცნობილი ლოკაციურად სად არის, მაგრამ სადღაც აქ იყო ახლო-მახლო. სავარაუდოდ ბევრი ისტორიკოსი იხრება იმ აზრისაგან, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სადღაც წიწამურთან. ძალიან გავს ეს სიტყვა წიწამურა, სევსამორა და შეიძლება რაღაცა აქ იყო ეს. ყოველ შემთხვევაში Strabons
უმადლით ამ სახელწოდების შენარჩუნებას და გადავწყვიტეთ, რომ გვეჩვენებინა მისთვის რაღაცა ერთი პატარა პროექტი, რომელიც ამ მხარის ისტორიულობასაც კიდე ერთხელ დაადასტურებდა და თან პატივს მივაგებდით იმ ადამიანებსაც, რომელსაც საქართველოს ესე აღწერეს და დაგვიტოვეს ჩვენი საოცარი რაღაცა ისტორიული სახელები საქართველოს ისტორიაში. ძალიან საინტერესოა. აი მოდი ასე ვთქვათ, აი ბრენდს და ბრენდის სწორად პოზიციონირებას. აი რა როლი აქვს ზოგადად აი პროდუქციის რეალიზების საკითხში და ამით მინდა ახლა გადავიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტზე, რასაც ქვია ექსპორტის მიმართულება და ეხლა ჩვენ ზუსტად ერთი წლის წინ მაშინ საუბრობდით იტალიაში ჩატარებულ ექსპოზე, სადაც საკუთარი პროდუქცია ჰქონდა წარმოდგენილი და აი მოდი ახლა გავყვეთ ზოგადად აი სწორ ბრენდინგს, სწორ მარკეტინგს და თამასას, რაც ქართულ პროდუქციას უნდა ეჭიროს საერთაშორისო ბაზრებზე. ჯერ აი შენ შემთხვევაში რამდენ ბაზარზე გაგაქვს პროდუქცია ექსპორტის მიმართულებით, რა გეგმები გაქვს ზოგადად ექსპორტის პრიზმაში და შემდეგვე ზოგადად ჩვენი საექსპორტო პოლიტიკა მიმოვიხილოთ. აი მიუხედავად იმისა, რომ ღვინო არის ჩვენთვის რაღაცა როგორც ეროვნული იდენტობის, ჩვენი ისტორიის საოცარი სამყარო და ასევე რა თქმა უნდა ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, მე მინდა ცოტა გაგიწმილო შენი ბოლოდინი, რადგან ეს სამყარო ეხლა ჩემთვის არის ზუსტად ჩემი არაკომერციული ნაწილი. და ამას აგიხსნი ეხლა რატომაც ხდება ეს ამბავი. ზუსტად იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც ადრეც ვილაპარაკე და ეხლა თქვენ შეკითხვაში გაჟღერდა, რომ ძალიან უჭირს მცირე მარნებს აი ეს მარკეტინგის, რეკლამის და უცხოერ გამოფენებში. ეხლა მე ასე თუ ისე ვახერხებ რაღაცა 40-ზე მეტი ჯილდო არის ამის ეშანი. ოღონდ კიდევ ერთხელ გეუბნები, მცირე მარანს არც ისეთი რაოდენობის პროდუქტი აქვს, რა ქვია. თან მისი, როდესაც ისე ნატურალურ და ბიომეღვინეობაზეა დაფუძნებული და ჩვენ ვართ ბიოსერტიფიცირებული ვენახები გვაქვს და იქიდან მოყვანილ ყურძენისგანაც ვიღებთ ღვინოებს. ეს არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ანუ ნამდვილ ქართულ ღვინოს ესე იაფფასიან იმაში, რა ქვია, კატეგორიაში ვერაფრით ვერ გაატარეთ და ვერ შექმნი, რასაც ითხოვს იმპორტიორი და ექსპორტიორი ზოგჯერო. მე მინდა იაფიანი ქართული ღვინო. შესაბამისად, მე რო ვიღაცა მომთხოვოს, ეხლა 2 კონტეინერი გამივსე რაღაცა, ეს ძალიან გამიჭირდება, მაგრამ თუ გავავსებ, ეს იქნება სულ სხვადასხვა დასახელების ღვინოები, იმიტომ რომ ერთი დასახელების ღვინო ჩემ რესურსში არ შეიძლება რომ რაღაცა 20 ტონა მოვიპოვო. ამას იმიტომ ვიძახი, რომ თავიდან როდესაც დავსვი ჩემ წინაში ამოცანები რა უნდა მეკეთებინა, სუსტად იმის გამო, რომ ჩემი ჯანმრთელობა საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა ის ჩვენი ქართული რაღაცას იმის ტრადიციული წესების მიხედვით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის ფრანგი ექიმი პროფესორი დიდხანს მეკითხებოდა 400 გრამზე მესაუბრებით თუ 4 ლიტრზეო, რა ქვია, როდესაც აუხსე მკითხა რამდენს ვამთ ერთ იმაზე და გამეცინა რა 400 გრამს ჩვენ სუფრის დასაწყისში ბოდიში ხდება, რომ და პირში ვიულებთ ქართველები მე 4-ის არაფერს ავისხებ რა. როგორც ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაცა მოდელს ვაკეთებთ სუბუქს აი ამ წუთში საუბრის წინ. ანუ ფრანგი ექიმიც კი გაოცდა. კი ბატონო. მაგრამ პირდაპირ მიხდება ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვართ, ანუ საფრანგეთში, სადაც ამის მეტი რა ვიცით, ეს არის ისტორიულ ტრადიციული ქვეყანა მეღვინეობის და უბრალოდ ისიც ვიცით ამ საოცარმა სითხემ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ადამიანს და რა ზიანიც შეიძლება მოუტანოს. კი ბატონო. მაშინ მოხდა ზუსტად ის ამბავი, რომ ამიგზალეს რაღაცა პერიოდით ისწავლება და როდესაც მე დავლი ერთი ჭიქა ნატურალურ ღვინო 1 წლის გავლის შემდეგ, მაშინ შეიძლება ითქვას აღმოვაჩინე ღვინო. ანუ ღვინის არომატები გავიგე, გემო გავიგე, მანამდე ეს იყო რაღაცა სითხე, რომელსაც რაღაცა ვთვლიდი რომ უნდა მიმეღო რაღაცა ნებისმიერ იმაზე ივენტზე დაბადების დღეზე თუ რაღაცა დღესაც. ნუ ვერ უკვე გახდა შენთვის ბიზნესი და გახდა ხელოვნება რაც თავარი. ხო, აი მაშინ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა შემესწავლა ეს საქმე, წავედი ღვინის სპეციალიზირებულ სკოლაში, ვისწავლე მე რაღაცა სხვადასხვა სპეციალისტებთან ასე თუ ისე და ვიქ დავისახი გეგმა რომ მაღალი კატეგორიის და მაღალი ხარისხის ღვინოები შემექმნა. აი ზუსტად იქ მივედი მაშინ იმასთან გადაწყვეტილებას რომ თუ შენ მასიურ მეღვინეობას მიიღებ ხელს, ხარისხს ვერასოდეს ვერ შეინარჩუნებ და თუ მხოლოდ აი ამ ხარისხზე აიღებ იმას,
შენ უნდა შეეგუო იმას, რომ ეს ბიზნესისთვის ვერ იქნება მომგებიანი. რატომ ეხლა ვიზახი? იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირიჯდება ეს სიამოვნება. ანუ მეღვინე თვითონ ღვინოს მოგების თვალსაზრისით კი არ აძვირებს, როდესაც ეს ხდება გაძვირება რაღაც გარკვეული პროდუქტი. არამედ თვითონ ის ღირებულება იწევს ზევით და ღვინის ესეთ ფასი, რომელიც ზოგს უკვე საქართველოში რატო უნდა ღირდეს, ისე დიახ, ნამდვილი ღვინო საქართველოში უნდა ღირდეს არანაკლებ 30-ისა და 100 ლარის ფარგლებში. ნამდვილი ქართული. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ საოცრად რთულია მithumetes ბიოღვინოების რაღაცა მოყვანა, იქ სერტიფიცირების სალკე ხარჯებია, იქ არის მისი დასამუშავებელი მასალების საკმაოდ დიდი ის რა ქვია, სიძვირე და შესაბამისად ღვინის თვითღირებულება საკმაოდ მაღალი ხდება. ასეთი ღვინო არის შეიძლება ჩავთვალოთ სპეციფიკური. ადრე ვილაპარაკეთ მართალი ღვინო. კი ბატონო. მართალი ღვინო, რომლის მომთხოვნი რა თქმა უნდა არის გარკვეული კატეგორია, მაგრამ მოდი ერთი გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, აი მართალი ღვინის შენეული დეფინიცია. კარგით, მოდით ვთქვათ ისეთი რაღაცა. ის რაც ხდება ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიაში, ღვინის დაყენების ტექნოლოგიაში, რომელიც 2013 წელს იუნესკომ შეიტანა არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა სიაში, არის ზუსტად ეს ტექნოლოგიის სიდიადე, ამ ტექნოლოგიის დაფასება, რომელიც არის სრულიად ნატურალური პროცესი. ანუ ჭაჭაკლერთან ერთად ხდება ქვევრში ამ ღვინის დაწურვა, ფერმენტაცია, დავარგება და 6-7 თვის თავზე შემდეგ მოხსნა და ეს ღვინო შემდეგ აგრძელებს ამ იმაში თავის სიცოცხლეს. რა ხდება ამ პერიოდში? ანუ პრაქტიკული მონიტორინგი არავითარის ჩარევა არ ხდება გარე იმგენით, რა ქვია, რაღაცა ან საფუარებით, ან რაღაცა გემოვის გამაძლებელი ხელოვნური კონსისტენციებით ასე. ხო, სრულიად გამორიცხულია ეგ ამბავი. ბუნებრივად ეს ღვინო თვითონ უვლის თავისას, რადგან ამ მარცვლის კანზე არის განთავსებული ძირითადად ის, რა ქვია, ბაქტერიები, იმისი, რა ქვია, საფუარის ბაქტერიები და შესაბამისად ეს თვითონ უვლის თავის თავს, ანუ იმ შაქარს გარდაქმნის ეს ბაქტერიები ალკოჰოლად, ხდება ფერმენტაცია, თვით ფერმენტაციას აკეთებს ეს ღვინო, აი ამ პროცესში ტრადიციული წესით დაყენებულ ღვინოში და ერთადერთი მონიტორინგი რაც ჭირდება, რომ ჰაერი არ მიეკაროს, მორევა ჭირდება ასე და შემდეგ დალუქვა ჭირდება ისე რომ არ შეახციოს. ეს არის ყოველგვარი ჩარევის გარეშე მართალი ქართული ღვინო. კი ბატონო. მოდი აი ექსპორტის თემას დაუბრუნდე. ეხლა მე მინდოდა რომ ჩვენს მაყურებელისთვის შეგვეხსენებინა ამ მართალი ღვინის შენეული დეფინიცია. აი როდესაც ჩვენ საექსპორტო კომპონენტი ვახსენეთ, ნუ პირველი ჩვენი დიალოგის ვექტორი წავიდა სატარიფო პოლიტიკისკენ და გეთანხმები აბსოლუტურად რომ მცირე მიწების მასივების მქონე ქვეყნისთვის ძალიან რთულია ამ შემთხვევაში შენ გააკეთო რაოდენობრივ კომპონენტზე აქცენტირება, იმიტომ რომ რეალურად წააგებ. მარტივად რო ვთქვათ. ამიტომაც ჩვენი მიზანი ეს უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვაწარმოოთ მცირე, მაგრამ ამავდროულად ძალიან ხარისხიანი პროდუქცია. აბსოლუტურად გეთახმებით. მოდი ხა ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ და აი ბოლო წლებში, სხვადასხვა აი 100 წელს საქართველოს მთავრობამ გააკეთა ინიციირება, რაც მე ვეთანხმები აბსოლუტურად, რომ მოდი გამოვიდეთ სუბსიდირებიდან. თუმცა სუბსიდირებიდან ვერ გამოვედით რეალურად გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ აი შარშანდელი რთველიც რო ავიღოთ, ხო, ანუ ყველაზე მეტი დაიხარჯა რეალურად ისევ და ისევ ინდუსტრიაში. თუმცა მიზანი დეკლარირებული იყო, რომ რეალურად სუბსიდირების კომპონენტიდან უნდა გამოსულიყავით. თუმცა კარგია, რომ ეს ვექტორი არჩეულია, შერჩეულია და იდენტიფიცირებულია, რომ კი ჩვენი დღეს უნდა გამოვიდეთ სუბსიდირებიდან, იმიტომ რომ გარკვეულ მიმართულებებზე ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს. მაგრამ აი, როდესაც ეს აქტი დაანონსდა, პირველი იმედი იცი რა კუთხით გამიშდა? მეთქი აი სახელმწიფომ საკუთარი ასიგნებებიდან გამოთავისუფლებული თანხები მოდის ზუსტად მიმართოს ხარისხის ნაწილში, საერთაშორისო მარკეტინგის ნაწილში, ლაბორატორიული კვლევების ნაწილში, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ხარისხობრივი თამასა დავიჭიროთ საერთაშორისო ბაზრებზე და მერე ეს გახდეს წინაპირობა იმისი, რომ ქართულია და კარგია. მე მაინტერესებს აი ამ ყველაფრის ვექტორები. დღეს არის თუ არა გამოკვეთილი და საერთოდ როგორ ვაპოზიციონირებთ ჩვენ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე?
ეხლა მოდი ესე ვიტყვი, რომ ჩემი შეხედულებები ამის შესახებ წინასწარ განვაცხადებ, რომ ცოტა სუბიექტური იქნება, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი საქართველოში აფასებს და უფრო უკეთესად ხედავს. მე ვიტყვი მხოლოდ ჩემ პირად ძალიან სიამოვნებით. რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი მხარდაჭერა საექსპორტო ბაზრებზე, ჩვენ ღვინოს არ აქვს. აი მოდით ვთქვათ, რომ თავის დროზე ეხლა ჩვენმა ღვინომ რომ მიიღოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე, უნდა იყოს ესეთი მოცემულობა, რა ქვია, რომ ღვინო უნდა გახდეს ცნობადი ჩვენი. დიახ, ღვინის ეროვნული სააგენტო აკეთებს ბევრ რაღაცას იმაშოვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არის ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ ღვინისად, რაც გვინდა. ანუ მოდი ვთქვათ, აი, როდესაც საფრანგეთში ჩადის ადამიანი და რაღაცა ის ყიდულობს მაგალითად შამპანიურს, რომელსაც შამპანის რეგიონშია დამზადებული, მას უკვე აქვს ის საოცარი ისა რა ქვია, რეკლამა იმ იმაში სოფლიოში, რომ იმას მარტო საფრანგეთში კი არ ყიდულობს, არამედ ყიდულობს ავსტრალიაშიც, სამხრეთ აფრიკაშიც, ჩინეთშიც და ასე შემდეგ და ასე. იგივე შეიძლება ვთქვათ დაუშვათ ბორდოს ღვინოებზე და ასე შემდეგ რეგიონის ღვინოებზე და რაღაცა. ეს არის ზუსტად ის, როდესაც რეკლამა აკეთებს იმას, რომ შეღვინოს ეძებენ საზღვარგარეთ. ქართული ღვინის სიკეთეს და მისი სიმდიდრე, მისი უნიკალურობა ჩვენ უნდა დავანახოთ აუცილებლად სოფლიოს. ამისათვის უნდა ჩატარდეს ძალიან დიდი მასშტაბური ისენი, რა ქვია, სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის ფესტივალები, სიტყვაზე გეუბნებით, იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოფენებში და იმგენში, რა ქვია, ბაზრობებზე და ასეთ იმაში, რა ქვია, მარკეტინგი იყოს ჩვენი ძალიან მომგებიანი. აი ეს ფული, რომელიც თქვენ ბრძანებთ, რომ სუბსიდირებიდან გამოთავისუფლდა და რაღაცა ისა დიდი ნაწილი, თორემ მეც ვეთანხმები სახელმწიფოს, რომ სუბსიდირება მოიტანა საკმაოდ ცუდი, ზოგჯერ მავნე ისეც, რა ქვია, პრაქტიკა და რეალობა, კი ბატონო. ესე იგი ყველაზე მთავარია რომ მცირე მარნები და ის ვინც ნატურალურ მეღვინეობას ეწევა, ეხლა მე თუ ანთებული ისა ვარ, რა ქვია, ამ საქმეზე და რაღაცა მოყვარული და რაღაცა ვიღაცები არიან, რომელიც ამაზე არიან დამოკიდებული, რა ქვია, თავისი ოჯახით, თავისი ცხოვრებით, იმ ვენახზე, იმ ღვინის წარმოება. იმ ადამიანებს უნდა მივცეთ პირველ რიგში შესაძლებლობა, რომელსაც არ აქვს არც მარკეტინგის გამოცდილება, არც რაღაცა PR, რაღაცა იმ ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობა. ამ ადამიანებს უნდა. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ჩვენ უამრავი მარკეტი გვაქვს და უამრავი ალკონარიუმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ღვინის და ალკოჰოლის სასწავლო წერტილები. რატო არ შეიძლება რომ რაღაცა კანონით, მე მესმის რომ ყველაფერს კანონით ეხლა დაძალებს, რატო არ შეიძლება რომ იქ 30% მაინც დაავალდებულო იმას რომ ქართული პროდუქცია იყოს შეტანილი და ამ 30%-ში 10% მაინც იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მეღვინეების მიერ წარმოებული პროდუქცია. აი მე გეუბნებით, იმას არ აქვს არაფერი შესაძლებლობა. ზუსტად რო შეხვიდე მარკეტში ჩვენ იმაში, რა ქვია, ჩვენ რეალობაში ეხლა ხო ნახეთ სახელმწიფოს რამხელა ის ქონდა, რა ქვია, ფასების სატარიფო პოლიტიკას და სატარიფო პოლიტიკას ძალიან მაგარ თემას შეეხება. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხისთვის. მოდი განვავრცოთ შენ ნებაში. ჯერ გაგვიმარჯოს უპირველეს ყოვლისა, ცოტა შევხვდეთ, როგორც იტყვიან და მოდი ეხა მაგ თემას გავუვით. ერთი გამოთქმა მახსენდება ხოლმე ყოველთვის. საწყენად არ ვამბობ, ეხა ცოტა ალეგორიულად ვამბობ ამ ყველაფერს, რომ ძაღლიო სახში არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო. ჩვენი მიზანი არის, რომ სახში ვივარგოთ უპირველეს ყოვლისა, ხო? და აი ადგილობრივ რიტეილებში ეს ღვინის ბუტიკები იქნება თუ სხვადასხვა ტიპის ალკო სივრცეები, ხო? ჩვენ ღვინოზე გვაქვს ეხა აქცენტი, სხვა სასმელს არ ვეხებით, რა თქმა უნდა. რეალურად, ანუ ამ პრობლემას ვაწყდებით მაინც, რომ ანუ ქართულ პროდუქციას არ უჭირავს ის კვოტები და მარჟები, რაც უნდა ეჭიროს. ეს ერთი. გავიხსენოთ ჩვენ რა ბჭყალებში ამ პირდაპირ მნიშვნელობით პრეტენზია გვაქვს საერთაშორისო ბაზრებთან, რომ რეალურად კვოტებს არ გვაძლევენ. რეალურად გვიჭირს ევროპული, ამერიკული დახლების დაკავება. გვიჭირს ადგილობრივ რიტეილებში შეღწევა. თუ ჩვენთვის ჯერჯერობით ეს ამოუხსნელი ამოცანა არსებობს შიდა ბაზარზე, მაშინ რა საექსპორტო მიმართულებით ვლაპარაკობთ და მე ჩემი აზრით მე აქ არ მოვერიდები ჩემი მოსაზრების დაფიქსირებას, აქ გვაკლია პროტექციონიზმი.
და ნურავის ნუეგონება განსაკუთრებით აი თავისუფალი ბაზრის კორიფეებს, ლიბერალური ბაზრის კორიფეებად რო მოიხსენებენ საკუთარ თავს, რომ ისეთი ტრადიციული ღვინის ბაზრები, როგორც ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, საფრანგეთი თავის დროზე პროტექციონიზმი არ გაატარეს თავიანთ ბაზრებზე. პროტექციონიზმი ყველგან მისაღები ფორმულაა და პროტექციონიზმი არამც თუ მისაღები ფორმულაა, ვალდებულებაც არის ჩვენი რომ დავასტიმულიროთ ქართული. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაშინ იმპორტულ პროდუქციას როგორ უნდა გაუწიოთ კონკურენცია? საექსპორტო ბაზრები ხვალდაზე როგორ უნდა ავითვისოთ? ამიტომაც მადლობა ამ მესიჯისთვის, რაც წეგან გააჟღერე და მინდა რომ აი ამ მესიჯს გავყვეთ. როგორ გესახება შენ აი პროტექციონიზმი, მართალი პროტექციონიზმი როგორ გესახება? მოდი ესე შევხედოთ ახლა, აი რა თემასაც შეეხეთ თქვენ. პოლიტიკური კუთხითაც შევხედოთ რა ხდება მსოფლიოში. ხედავთ როგორ ებრძვიან ერთმანეთს ზესახელმწიფოები, მეგასახელმწიფოები ერთმანეთს პროდუქციით, სატარიფო იმითი, რა ქვია, პოლიტიკით. სატარიფო ომი მიდის დღემდე პირდაპირ მიდის და სახელმწიფო მეთაურებისაგან, დიდი სახელმწიფო მეთაურები პირდაპირ ისმის მუხარა, რომ მე შენ პროდუქციას არ შევიტან, მე შენ პროდუქციას დავბლოკავ, მე შენ პროდუქციას დავადებ 70%-იანი იმას. ეს რეალობაა დღევანდელი იმაში, პრეზიდენტები და ისინი ასე ელაპარაკებიან ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეხლა ამას იმიტომ ვიზარდით თქვენ რასაც ბრძანებდით რომ ეხლა საპროტექციო ის არა. ეს არის იმ ქვეყნის ხელმძღვანელის პროტექციონიზმი დაცვა თავისი ბაზრისადმი და ამითი კიდე რაღაცა ბერკეტების ის. ანუ ყველგან ხდება გეთანხმებით ესეთი რაღაცა და ჩვენც უნდა რაღაცა მოვახერხოთ. დიპლომატიური იმაზე შეიძლება ყველა ქვეყანასთან ეხლა ბოლომდე რო არ აქვს დალაგებული ეს ის არა ქვია. ეს არასოდეს არ ნიშნავს რომ დანარჩენ ქვეყნებთან სადაც დალაგებულია და ის ისა იმ ბაზრებზე იმას. ჩვენ ძალიან ცუდი ის ქონდა რა ქვია ერთი პერიოდის განმავლობაში. შეიძლება თვითდინებაზე იყო მიყოლებული ადრინდელ წლებს გეუბნებით ისა რომ აღებული იყო ორი ძირითადი, სამი ძირითადი მიმართულების ქვეყნები და ძირითადად იხდებოდა ჩვენი პროდუქციის ის რა ქვია. ანუ დივერსიფიკაცია არ ქონდა ამ სხვადასხვა იმგენის რა ქვია ბაზრების, რაც ძალიან ცუდია ნებისმიერი იმისათვის რა ქვია პროდუქციისათვის და მათ შორის ღვინის იმისათვის და აი ესეთი იმაში რა ქვია დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე ჩვენ შეგვიძლია რაღაცა. ესე იგი მესმის რომ ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპები, შენ ვერ მოახერხებ იმას რა ქვია ეს ძალით იმას, მაგრამ აი ესეთი იმგეზე რა ქვია პროტექციონიზმი მოდი კაი სიტყვა ბძანეთ რა ქვია ის ისა რა ქვია მომეწონა ამ იმაში რა ქვია პროტექციონიზმი რაღაცა მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების და რაღაცა იმგენის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომელიღაცა ბაზრებზე ეს ისენი წავწიოთ წინ მოდი ესე დავარქვათ ჩვენი რაც შეეხება ქართული იმას, მოდი ისევ დაუბრუნდები. საქართველოშიც უამრავი ადამიანი ჩამოდის, ხო, ტურისტი ჩამოდის, რა ქვია, ტურისტი ჩამოდის, იმისათვის და ის პირველი, რასაც გააკეთებ, შეიძლება გაიქცეს რაღაცა ნახოს რუსთაველი, ნარეყალა და მეორე, მესამე თუ მეოთხე საქმე გარბის ღვინის მაღაზიაში და ყიდულობს იმა. ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ ეს ტურისტი არ ყიდულობს მარტო იმას, რა ქვია, ბოთლს. ის ყიდულობს ამითი ისტორიას, ის ყიდულობს ამითი ჩვენს ტრადიციებს, ის ყიდულობს სტუმართ მასპინძლობას, აი ბევრ რაღაცას ყიდულობს, რა ქვია, ამ ერთი ბოთლის იმითი, რა ქვია. ამიტომ ამით ეს ისე უნდა კონდეს გაშლილი, რა ქვია, ეს რა ქვია, სივრცე არეალი. ხო, შესაძლებლობა არეალი სივრცე, რომ აქ ამით მოახერხოთ ამ ჩვენი პროდუქციის საოცარი რეკლამირება მათთვის. ეს ხო შეგვიძლია გავაკეთოთ წელან, იმიტომ ვახსენე რომ რატო არ შეიძლება დიდ მარკეტებში და იმგეში ფიგურირებდეს იმაში არა მარტო სპეციალიზირებული ღვინის იმგეში. ყველა დიდ მარკეტებში, რომელიც ეს ჩვენი სტუმრები ენდობიან, რომ ჩამოდიან რაღაცა ძირითადად ენდობიან ესეთ ქსელებს. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი.
მადლობა საინტერესო პასუხისთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ თამამად, რომ გზა პროტექციონიზმი არ არის ცუდი. პირიქით, ეს ძალიან კარგია და ნუ რა ვიცი, ეშინია ამ ნაბიჯის გადატვირთვას, იმიტომ რომ ის ქვეყნები ეხლა კარგი პროტექციონიზმი არის საქმის წარმატების და საოცარი ჟარგონის ენაზე მოსულა, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა ამას მიმართავს. მაგრამ უყურებ რა თემა არის, ეხლა ერთი ცოტა ტკივნეული საკითხი მინდა შემოვიტანო შენ ნებართვით. აი ხა მთავრობამ გაუგეთა ინიციირება ფასების საკითხს. მთავრობას მოტივაციაში მივყვები, რომ საფასო პოლიტიკამ და საფასო პოლიტიკის კორექტირებამ უნდა გამოიწვიოს ადგილობრივი სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება და ადგილობრივი წარმოების დასტიმულირება. ეს არის იდეალური ფორმულა, ფაბულა, რაშიც მივყვები მთავრობას. მაგრამ პრაქტიკაში წავაწყდით რას? აქ უკვე ბიზნესის მხარეს გადავდივარ და ვიცახი რომ ბიზნესმა აღმოაჩინა რომ აი პირობითად ჩვენ რო გზა გაუხსნათ დღეს ქართულ ბიზნეს მეორე მიმართულებით ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ვფერხდებით. ეს არის სტაბილური მიწოდება. სტაბილური მიწოდების მარჟა ჩვენ სამწუხაროდ კრებსითად მე რამდენიმე გამონაკლისი რა თქმა უნდა გვყავს და ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი გამონაკლისები, მაგრამ კრებსითად სტაბილური მიწოდება მაინც ჭირს. მე მაინტერესებს, აი შენი გადმოსახედიდან ეს ხადი ახლა სევსამორას არ ეხება, დიდი მოთამაშე ხართ და შესაბამისად გააქვთ თქვენი ღირსეული წილი ბაზარზე და საექსპორტო მიმართულებით. მაგრამ მე მაინტერესებს, აი კრებსითად რო შევხედოთ, ხო? დღეს პატარა მარნებს, საოჯახო მეურნეობებს აქვთ იმის ძალა და რესურსი, რომ სტაბილური მიმწოდებლები იყვნენ თუნდაც რიტეილებისადმი? მოდი ესე შევხედოთ ახლა ამ სიტუაციას. მე მესმის, რომ თან ვისაუბრე ამ თემაზე, მე მესმის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეს ამბავი არასოდეს არ მოგვარდება მცირე მარნების მიმართულებით. ანუ რას ვიზახი, მე ჩემ აზრს ვიტყვი რა. კი, ბრძანა. იცი რა, როდესაც ღვინო უჯდება ნატურალური ღვინის წარმოებელს და მცირე მარნის იმას უჯდება სამჯერ უფრო ძვირი ვიდრე მასიური წარმოებელს, იმიტომ რომ მას აქვს ამისათვის შესაძლებლობა დიდი რესურსები, რაღაც ტექნიკური ისენი და რაღაცა ამას შრომის რაღაცა საკმაოდ დიდი დანახარჯი და მატერიალური რესურსების დიდი დანახარჯიც უწევს. მას გამოზდის სიტყვაზე გეუბნები, პირობითად თქვათ, რომ გამოზდის დაუშვათ რაღაცა 5 ლარი ღვინის წარმოება. მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელია, იმაში რა ქვია, ქარხანაში და იმაში რაღაცა ორჯერ ნაკლები დაждდეს. სიტყვაზე გეუბნებით, ხოლმე იმაზე ვიძახი რა ქვია, სითხეზე ლიტრა ღვინო. ესე იგი, როდესაც ის ბოთში ჩაასხამს და ამას კიდევ უფრო უძვირდება მცირე მარანს, იმიტომ რომ ის ვერ უკვეთავს მილიონობით ბოთს, რასაც შეიძლება ფასდაკლებას იღებენ, რა ქვია, მასიური წარმოებლები, ამიტომ მას კიდევ უფრო უძვირდება და უძვირდება ეს ჩაჩი, საცობი, ბოთლი, ყველაფერი რაღაცა ერთიანად უძვირდება. აი უყურეთ ახლა, საზღვარგარეთ მისი გატანის იმას, რა ქვია, პირდაპირ დაარტყამს, მოდი ესე ვთქვათ, რა ქვია, იმპორტიორის მოთხოვნა, რომ იაფი ღვინო გამიკეთე. რა შეიძლება ამითი გაკეთდეს? კიდევ ერთხელ ვიძახე. აი ეს ვერასოდეს ვერ შეგვრის ერთ კონტეინერს დაუშვათ, რომც გამოჩნდეს ვიღაცას, რომ ერთეულები ახერხებენ რაღაცა, შეიჭრან რაღაცა ის. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, სახელმწიფოს შეუულია რა? ჩემას ვიძახე. ეხლა თან ხმამაღლაც ვსჯელობ თქვენთან ერთად და პატარა ჩანაფიქრი რაც გქონდა, იმასაც გავაჟღერებ, რა ქვია. თუ ხდება თვით დაფინანსება ხოლმე წარმოების პროცესში და იმისი, რა ქვია, ვენახის მოვლის და რაღაც. რატო არ შეიძლება რეალიზაციის პროცესში მოხდეს რაღაცა? ამას დაუჯდა ძვირი ისა. იმპორტიორს აფრთხობს ცოტა ამ ნატურალური, კი ბატონო, იცის რო ღვინოა, მაგრამ აფრთხობს იმაში, იმიტომ რომ ისიც ფიქრობს იმოგების მარჟაზე და ამითი თავს იკავებს. რატო არ შეიძლება რომ მას უთხრათ რომ ეს არის ნატურალური ღვინო, სახელმწიფო ამას კიდე სუბსიდირებას უკეთებს, აი ამ ნაწილში, ანუ თანადაფინანსებას მოდი ეს დავარქვათ, სუბსიდირება არ მოგწევს. კი ბატონო. თანადაფინანსებას და ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, რომ ეუნები, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ 5-ის დაგიჟდა, რა ქვია, ლარი დაგიჟდა დაუშვათ ეს, მე შენ ამას გაგაყიდინებ 8 ლარად იქ. და იმ სამლარს, რომელსაც შენ, ესე იგი, იმის ზედმეტი გაყიდვაში იმას იზამ, რა ქვია, მე დაგიფინანსებ ისე სახელმწიფო, რომ შენი მოგებაში დარჩე და არ გაიჭედო ამ საფასო იმაში, რა ქვია. ყველა პროდუქცია, რომელიც საზღვარგარეთ გავა, სახელმწიფო უნდა მიიღოს კანონი. მასში უნდა მონაწილეობდეს აუცილებლად რაღაცა პროცენტი
აი ამ პატარა და მცირე მარნების პროდუქცია. ეს არის, როდესაც გაგაკ სიტყვაზე 100 ბოთლი, 30 ბოთლი უნდა გაიტანო, მოახერხო, გაიტანო იმ ბაზრობებზე, იმ გენზე, რა ქვია, სხვადასხვა იმ გენზე, გამოფენებზე, სიმპოზიუმებზე და ასე შემდეგ. დიახ, კი ბატონო, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სიმპოზიუმებზე და იმაზე, რომ ქართულმა ღვინომ დააფიქსიროს თავის კარგი და მაღალი ხარისხი, რომ ის მაღალი ხარისხის კატეგორიაც აქვს. მე ახლა იმას არ ვიძახი, რომ ის დანარჩენი ღვინოები, თუმცა ვიცით, რომ კრიტიკის კარცეცხლში ხშირად ხვდებით ხოლმე რაღაცა საქართველოს ამ პროდუქციის, რომ ზოგიერთი ქარხანა ცოდავს ამ იმაში, მასიური წარმოებელი მოდი ქარხანას თავი დავანებოთ. ოღონდ კიდე ერთხელ გეუბნებით, რა ქვია, ამ მცირე მარანს მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ სახელმწიფო არ მიეხმარა და რაღაცა გარკვეულად არ შეეხიდა, მოდი იმაში, რა ქვია, ფასის იმაში, რა ფას წარმოქმნაში და თვითღირებულების გაიაფებაში გაუჭირდება იმას, რა ქვია. სახელმწიფოს ფუნქციას მე მგონი, რა ქვია, თუ ამ მიმართულებით ვლაპარაკობთ, რომ რაში უნდა დაეხმაროს მცირე მარნებს და მცირე იმას მეწარმეებს, რა ქვია, დასაქმებულებს, ზუსტად იქნება ეს, რომ ის თავისი რესურსებით, თავისი შესაძლებლობებით, თავისი მენეჯერებით, თავისი დეპარტამენტებით, თავისი სამინისტროებით მოახერხებს შეგროვებას ამ საუკეთესო იმგენით და აუცილებელი პირობით 100 ბოთლიდან 30 ბოთლს საქართველოსდან გააგზავნის ესეთ იმგენზე, რომ მათ გასინჯონ ასევე ნატურალური ქართული მართალი ღვინოები. ძალიან საინტერესო ფორმულა არის და სახელმწიფოს ჩართულობას ალბათ რაშიც ზუსტად და კვალიფიციურად ხედავთ, ზუსტად ეს არის, რაც ახლა შემბრძანი. ჩვენ საუბრის განმავლობაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაგვრჩა და ორივე მინდა რომ ჩვენს დიალოგში მოვასწროთ. პირველი, ახლა ეს არის ღვინო როგორც ინდუსტრია. თავისი წარმოებით, თავისი მარკეტინგით, თავისი ეტიკეტირებით, თავისი დივერსიფიცით, დისტრიბუციით ყველაფრით ერთად. ეხლა ჩვენ წინა დიალოგში, ჩვენ შევეხეთ წარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აი, მაგალითად რა ვსგულისხმობ, ხო? რომ საქართველოში არ არის მაგალითად მინის ისეთი დოზით და დონით წარმოება, რომ ჩვენ მაგალითად მინის შემოტანა არ გვიწევდეს. ძირითადად სამწუხაროდ მინის პროდუქცია შემოდის და მერე შესაბამისად ხდება მისი დისტრიბუცია. იგივეა მაგალითად საცობები, იგივეა, ეხლა ეტიკეტები იწარმოება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ძალიან გვიჭირს ინდუსტრიულად შევხედოთ მიმართულებას. ეს ერთი. მეორე, ჩვენი ყველაზე დიდი ნოუ-ჰაუ რა არის მსოფლიოში, ქვევრის ღვინო, ხო? და ალბათ მთელი ყველა რეცეპტორი სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის უნდა იყოს გადართული ქვევრის ღვინის საერთაშორისო პრომოციაზე. პოპულარიზაციაზე, კი ბატონო. არის, ვერ დაუკარგავს სახელმწიფოს რო არ არის. არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხო მაინც მაქსიმალისტები ვართ და ჩვენ ხო უფრო მეტი გვინდა, მაგრამ აი მოდი შიდა წიაღში ვნახოთ, ხო, რა ხდება. შიდა წიაღში ვნახოთ ის, რომ აი წავიდეთ ახლა კახეთში მაგალითად მე და შენ და გზის მარჯვენა მარცხენა სანაპიროებზე დავინახავთ გზაზე გამოდებულ ქვევრებს, რომლებიც არც სტანდარტით იწარმოება, არც სტანდარტით ირეცხება, აბსოლუტურად კონსისტენციის თვალსაზრისით აბსოლუტურად შორს არის იმ ყველანაირი ტრადიციისგან, რასაც ჩვენ წინაპრები წლების წინ აკეთებთ, ხო? და ელემენტარულად აი ლაბორატორიულად ამისი ხარისხის ჩაჭერაც ვერ მოვახდინეთ. ხო და პრობლემაა ეგ. ეხლა ჩვენ იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ რომ რაღაც ჩასაფრებული პოზიციიდან ვართ, არავითარ შემთხვევაში პირიქით ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ გვინდა რომ უკეთესი იყოს ხვალინდელი დღე. და ეს ჩვენი საუბარი არის საგანმანათლებლო რეკომენდაციული ხასიათის მატარებელი დიალოგი. ამიტომაც აი მე მაინტერესებს კი აი ეს ჩვენი შიდა წიაღი, ის რომ ინდუსტრიული მიმართულებით გვიჭირს. მეორე ლაბორატორიული და ხარისხის კუთხით გვიჭირს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მთავარი ნოუ-ჰაუ ქვევრი და ქვევრის ღვინო, ხო ანუ ეს ცოტა ხარისხობრივი კუთხით მაინც დაკნინებული ყავს, იმიტომ რომ მე არ მომისვენია სიმალე თუ გაჟღერდა ესეთი რაღაცები, ბოდის მოვიხდი. მე არ მომისვენია, რომ აი გამოსულიყავით მაგალითად სხვადასხვა ტრიბუნებიდან და გვესაუბრა რომ აი მოდი ქვევრის სტანდარტი შემოვიღოთ. ხარისხობრივი სტანდარტი შემოვიღოთ, რომ ღვინის კონსისტენცია და ის ნექტარი, რომელიც მასში არის მოთავსებული, იყოს ხარისხიანი და გემოვნური მახასიათებლების მატარებელი. ცოტა გამიგრძელდა ბოდიში კითხვა, მაგრამ მე მგონი ძალიან აქტუალური საკითხებია ორივე. ხანგრძლივი საუბრის დროს სასურველია ხო? სასურველი რა თქმა უნდა. გაისწოროს. რა თქმა უნდა, გაგვიმარჯოს.
მოდით ესე დავიწყებ მე რომ ჩვენ ესე იგი რა თქმა უნდა მეღვინეობას უყურებთ რაღაცა კომერციული თვალსაზრისით ხშირად საქართველოში ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო ის არის რა ქვია პროდუქტი ოღონდ მეღვინეობა საქართველოში მხოლოდ ბიზნესი არ არის ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ როგორც უბრალო მოქალაქემ, ისე ხელისუფლებაში მყოფმა ყველა ადამიანმა ნებისმიერ დროს. ეს არის ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხარე. ეს არის ასევე შეიძლება ითქვას საოცრად გავს ის ადამიანის განვითარების პროცესი. მოდი ესე აი ღვინო რა არის, როგორც თითოეულ ჩვენთაგანი ღვინო იბადება ღვინოს მე აქვს თავისი ახალგაზრდობა, აქვს თავისი დასრული ისის ასაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღვინო გახდა ერთადერთი პროდუქტი, ეხლა ადამიანმა შექმნა, რა ვიცი, სხვადასხვა ისე ზეთი შექმნა, ყველი შექმნა, პური შექმნა და ასე შემდეგ და მხოლოდ ღვინო დაუკავშირა ღმერთს. მხოლოდ ღვინო დაუკავშირა სიყვარულს, მხოლოდ ღვინო დაუკავშირა მეგობრობას, ღვინო დაუკავშირა ხელოვნებას, პოეზიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს პროდუქტი ყველაზე მაღლა აიყვანა. ანუ მას ამით იმის თქვა მინდა რომ მას მხოლოდ ბიზნესის ნაწილს არასოდეს არ უნდა უყურებდეს მით უმეტეს ქვეყანა რომელსაც ხელში უკავია ესა. მისი გაპიარება, მისი საზღვარგარეთ პოზიციონირება ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ჩათვალე შენ გაიტანე შენი ისტორია, შენი კულტურა, შენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის და რა. მე ბოლო პერიოდში ბევრ ღვინოებზე უკვე თითქოს ყველა ღვინოებზე ბოლო რამოდენიმე წელიწადია ვაწერე რომ ეს არის პროდუქტი ღვინის სამშობლო საქართველოდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რომ სოფლიოს ხშირად ესმოდეს ეს ისა რა ქვია სხვადასხვა იმგენიდან ტრიბუნებიდან მათ შორის ჩვენ ღვინოზე დადებული ეტიკეტა გესმით რომ სხვა ინსპირაციაა როდესაც ადამიანი იღებს ბოთს და ქვევით კითხულობს ეს არის ღვინის სამშობლო რომელიც ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის როდესაც ის ამას აიგებს აუცილებლად დაგუგლავს 10-დან 8 მაინც იმას რომ რა არის ეს და ის შემოვა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გეუბნები კიდევ ერთხელ მივიღებთ დაინტერესებულ ადამიანებს, დაინტერესებულ ტურისტებს, კიდევ ერთხელ დავარეკლამირებთ ჩვენი იმას ისტორიას, რომელსაც ისედაც ისეთი საოცარი მდიდარია და რაღაცა სხვადასხვა მოცემულობებით და ეს ერთი განსაკუთრებული კულტურა კიდე იქნება მსოფლიოსათვის ცნობილი. აქედან გამომდინარე, მოკლედ, მაინც მივდივართ იმამდე, რა ქვია, რომ ეს რეკლამა გამუდმებულად უნდა მუშაობდეს. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ჩამოვიდა აქ ვიღაცა სტუმარი, ჩვენ მე მოვიყვანე აქ სიტყვაზე მარანში, აუხსენი რომ ეს საქართველოს ღვინის სამშობლოა, წავიდა და მე ვიღაცა სხვა დაუშვათ მეზობელი ან სხვა ქვეყნის ის დახვდა, რა ქვია, და უთხრა ეგრე არ არის, ეს ესეა და ეს ესეა. ეს უნდა იყოს ის ისედაც ისტორიულად დამტკიცებული ამბავია. ეხლა ახალი სიახლე გვაქვს კიდე ხორბლის იმაში, რა ქვია, და პურის იმაში მემართულებით, თუმცა ჯერ მივხედოთ უნიშნელოვანეს იმას, რა ქვია, რომელიც დამტკიცებულია ბევრჯერ და გამოცხადებულია სოფლიოს გასაგონად. აი ეს რეკლამა აუცილებლად გჭირდება. მერე ადამიანი უკვე გესმით, რომ თქვენ ეხლა ჩვენ ბევრ რაღაცას საკვებს ვიღებთ ხოლმე და რაღაცა იმას ბევრ სასწავლო სოფლიოში ათასობით რაღაც დასახელების სასმელი. რაღაცა რომ აი რაღაცა პორტუენის სიტყვაზე რომელიც პორტუგალიაში მოხდით და გაიგეთ რომ პორტუგალიის ის არის რა ქვია ისტორიული ის არის რა ქვია შექმნილი პროდუქტი. თავისთავად ცხადია იმას მოინდომებ გაცნობას მის ისტორიასაც და გასინჯვასაც რა. ესე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ. დავიწყოთ არ ვიძახით, დაწყებული კი არის, მაგრამ ესე უნდა გავაგრძელოთ, აი შეიძლება ითქვას პრესინგის იმითი რა ქვია. აი ძალიან საინტერესო პასუხია რა, ძალიან კარგი პასუხი არის და რამდენად კარგად აპოზიციონირებთ ზოგადად ქვევრს სოფლიოში. აი ზუსტად ის ქართული ტრადიციული ტექნოლოგია ღვინის დაყენების, რომელიც ითვალისწინებს ჭაჭაკლერზე ქვევრში დაყენებას, ეს უნდა გახდეს ყველაზე ძირითადი, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა კლასიკური ღვინოების იმაში, რა ვქო, სამყაროში შეიძლება ბევრ წარმატებას ვერ მივახციოთ, რა თქმა უნდა, იქაც უნდა ვეცადოთ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ბევრი წლების ისისა, რა ვქო, სოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგია და მათ აქვს გასაოცარი ისენი, რა ქვია, მიღწევები ამაში, რა ქვია, აქვს უნიკალური ქარხნები და ასე შემდეგ და ასე. ქვევრი უნდა იყოს ის ინსპირაცია, რომელიც თითოეულ ადამიანს, ღვინის მოყვარულ ადამიანს სოფლიოში დააინტერესებს, რომ რა არის ეს.
რაღაცა მოვლენა. იმით ამ თიხის ჭურჭელს სოფლიო იცნობს თავისთავად ხადი ესპანეთში მას ტინახას ეძახიან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელია. ქვევრში აი ესეთ მიწის ქვეშ დაყენების ჭაჭაკლედზე დაყენებს და ის ფერმენტაციისათვის უფრო იყენებენ იმ ჭურჭელებს და რაღაცა ესე. აი ეს აუცილებლად უნდა მოახერხოთ. ეხლა უყურეთ ქვევრი რა არის თქვენ რო ბრძანებთ რაღაცა მიუხედავად იმისა რომ აქ ბევრი ის იყო რაღაცა შეიქმნა სხვადასხვა იმას მათ შორის კახეთში საპატრიარქოს წარმომადგენლების რაღაცა ხელშეწყობით და იმითი, ოღონდ რაღაცა რამდენად წარმატებით ეხლა ამას დღევანდელ დღეს ვერ გეტყვით, ოღონდ ძალიან საინტერესო ინიციატივა იყო. ოღონდ ქვევრების ძებნისას მე მაგალითად ესეთ იმას ავაწყობდი. ქვევრს აკეთებდა უკვე ისეთი ადამიანები, რომელსაც აი სახლის გადასახურავ კრამიც რასაც ვეძახდით, რა ქვია, ის ცეხი ქონდა და უცბად დააფიქსირა რომ ქვევრის მოთხოვნილება და დაიწყო ისა, რა ქვია, ქვევრის წარმოება. ხო, ქვევრის გაკეთება რაღაცა. არა და ეს კეთდებოდა საქართველოში მხოლოდ თაობებით, ეს კეთდებოდა მემკვიდრეობით, რომელიც გადაესვენა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ ქვევრში შესარევი იყო 3-4 ადგილიდან, ადგილმდებარეობიდან, ლოკაციიდან შერჩეული სხვადასხვა ხარისხის, თიხის, ქვიშის და რაღაცა იმის ნაზავი, რომ ის გამოსულიყო ისეთი, როგორც უნდა გამოსულიყო. მე ეხლა თავის დროზე ბოჟაზის ქვევრები შევიძინე რაღაცა, მე კიდე გავარკვიე და მივაგენი მუმლაძეებს, რომელიც ასეთი საწაბლე, ასეთი სოფელია საოცარ ადგილას ვიყავი რაღაცა მისული და რომელსაც ასევე ძალიან მაღალი ხარისხის ისა. ანუ ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს, იცით, ის ადამიანების, რომელიც ამ რეწვას ეწევიან სახალხო რაღაცა იმის ტრადიციული რაღაცა ნივთების და მათაც უნდა რაღაც გარკვეული სერტიფიცირება გაუკეთო. ანუ ის რო აკეთებს თქვენ რასაც ბრძანებდით ხარისხი როგორია და ის დიახ, ჩვენი კვლევები და რაღაცები გერმანიაში კი იყო გაგზავნილი რაღაცა ისა იაგომ ცნობილმა მეღვინა და ვიტრაშვილმა ვითარაშვილი ბატონო მოგითხრა იაგოს კიდე ასევე ჩვენგან საოცრად კაი საქმე გააკეთა, როდესაც რაღაცა აი სათავეს ჩაუდგა ამ ქვევრის შემადგენლობის ლაბორატორიულ კვლევას, რომელიც ზოგჯერ კიდე ერთხელ გეუბნები თუ ის არასასურველი გრუნტიდან აიღე და ისა იმას ღვინოს ისეთ იმას ზად შეძენს და ისეთ ცუდ სამსახურს გაუწევს, რომ გარედან შეიძლება ძალიან მომხიბვლელი ფორმა კონდეს რაღაცა, მაგრამ შინაარსობრივად ამიტომ ვიძახი, რა ქვია, რომ ესეთ ადამიანებსაც ცუდი არ იქნება, რომ ხელში ეკავოთ სერტიფიკატი იმისი, რომ ეს არის და ამას თვითონ ვერ დააფინანსებს ის. აი ამაში დაეხმაროს უნდა სახელმწიფო, რომ გააგზავნოს მისი ისაც ეს პროდუქტი, რაღაცა თუნდაც ევროპის კლასიკური ქვეყნებში ბევრია ესეთი ესენი რა ქვია ლაბორატორიები, რომელიც თიხას იკვლევენ და რაღაც ამითი ჩვენ მივახცევთ იმას, რომ იმ ქვევრში წარმოებული იმას, სერტიფიცირებული იმას, შემდეგ მარანში, რომელსაც ასევე აქვს ხარისხის რაღაცა გარკვეული სერტიფიკატი, რომელიც სახელმწიფო უნდა მოუხერხოს იმ ადამიანს, ეს ღვინოები თუ ხდება იმისი, რა ქვია, მოსავლის ის რო რაღაც სახელს ვერ ვიხსენებ რაღაცა, რომელიც აი ღვინოებს და იმას რო შეისყიდი და მოსახლეობისგან და აგროვებდა მოსახლე. ვერი ჩაბარებას გულისხმობ. ხო, მოსავლის რაღაცა სპეციალური ის არის სახელმწიფო სტრუქტურა, ქარხანა, დიდი ისინი საცავები, რომელიც ინახავს აი ამ იმას, რა ქვია, ჭარბ პროდუქციას. ასევე შეიძლება ეს კარგად გაკეთებული მცირე მარნევის ღვინოები ასევე შეიძლება დაასაწყობო და აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც უცბად გეყოლება კარგი ისისა, რა ქვია, მყიდველი, იმპორტიორი, შეთავაზო, რომ ეს არის სერტიფიცირებული იმისი, რა ქვია, ქვევრის პროდუქტი, სერტიფიცირებული ვენახის და სერტიფიცირებული მარნის ვენა. ეს იქნება ყველაზე კაი დახმარება. რასაც ვერასოდეს ვერ გააკეთებს მცირე მარნის და ამას პირდაპირ. აბსოლუტურად გეთანხმები. გია, მადლობა საინტერესო პასუხისთვის და ჩვენ დღევანდელი საუბრის, ასე ვთქვათ, დღევანდელი დიალოგის ბოლო თავი მოდი სტუმართ მასპინძლობას დაუთმოთ. და ნუ ეხლა ჩვენ სხვადასხვა ძალიან იშვიათად გვისაუბრია შენ სასტუმრო მიმართულებაზე და ესე იგი დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია, წელი შემახსენე უბრალოდ რომელი წლიდან ოპერირებს სასტუმრო სევსამორა 2019 წლიდან. ზუსტად ერთ-ერთზე ჩავჯექით კოვიდის 2019 დაწყებას. პანდემია ახსენე და არანაკლებ რთული სიტუაცია გეოპოლიტიკურად არის დღეს მსოფლიოში. რაც გვინდა არ გვინდა და არ გვინდა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საქართველოში.
ეხლა ძირითადად საიდანაც ყავდა ვიზიტორები, ხო? ეხლა ისრაელიდან შემოდიოდა ძალიან დიდი რაოდენობა ვიზიტორის, ირანიდან შემოდიოდნენ. ნუ მანამდე რუსეთ-უკრაინის ომი დაემთხვა ამ ყველაფერს, ნუ მოკლედ. ნუ მანამდე სომხეთ-აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტი და ამ შემდეგ, ხო? ანუ არ გვიწევს მაინც და მაინც მარტივ სიტუაციაში ყოფნა. დღეს არსებულმა მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ ფაქტიურად აი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ასეთი დაძაბულობა რაც დღეს რეგიონში არის, ძალიან აჭარბებს ყოველ შემთხვევაში იმ გაცვლებს და დადებით პროგნოზებს, რაც შეიძლება ხვალდაზე გავაკეთოთ. მე მაინტერესებს აი ამ ყველაფერს როგორ პასუხობს ტურიზმის ინდუსტრია და აი უშუალოდ ჩვენს პრიზმაში. რა სურათია დღეს? მოდი ესე ვიტყვი რომ უკეთესის სურვილი გვექნებოდა ეხლა რაც ხდება. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თავის დროზე ქვეყანამ სახელმწიფო იზრუნა და მოახდინა აი ამ ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაცია კიდევ ვიხმარ ამ ტერმინს რაც მნიშვნელოვანია ყველა საქმეში გამოჩნდეს სხვადასხვა ქვეყნიდან ისა ტურისტები რომელიც ერთ იმაზე პოსტსაბჭოთა სივრცეზე არ ვიყავით მარტო დამოკიდებული ახალი იმედები ჩასახა თუმცა ვერ გეტყვით რაღაცით მაინც ვერ პასუხობთ ეთყობა იმ გამოწვევებს რასაც და თანამედროვე ტურიზმი ითხოვს. არ ვიცი ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმაზე რომ აგერ ომი ზოგადად ჩრდილოეთში მიმდინარეობდა, შემდეგ ეს პროცესები გადმოერთო და ისეთ ქვეყნებს შეეხო, რომელიც ასევე ჩვენი ტურისტული ბაზრისათვის საინტერესო იყო დაუშვათ ირანიდან, ინდოეთიდან, არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან მათ შორის და შეიძლება ეს იწვევს რაღაცა იმას, ოღონდ ერთი რაღაცა მაინც მაქვს ერთი რაღაცა ფიქრი რომ ერთხელ რომ ჩამოვიდა სტუმარი და მოიხიბლა ამ იმითი რა ქვია ჩვენი იმითი ბუნებით და სტუმართ მასპინძლობით რაღაცა მეორეჯერ და მესამეჯერ სხვა მიმართულება ეს ბუნებრივი ამბავი ადამიანები მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ მეორეჯერ რომ დაგებადოს სურვილი იმ ქვეყანაში ჩახვიდე რაღაცა სიახლეები და ისინი კიდე უნდა შექმნა ეხლა ჩვენ გვაქვს უნიკალური ქვეყანა ჩემო სანდრო უნიკალური უპირატესობა გვაქვს 8000 წლიანი ისტორია გვაქვს ამ ეღვინეობის და გასაგებია რომ ამ ისტორიას ჩამოსულ სტუმარს იმაშვებით რა ქვია მაგრამ მარტო ისტორიით კიდე ერთხელ გეუბნები ტურისტს ვერ ასაზრდოებ და ვერც ამ სფეროს ვერ ასაზრდოებ. ჩვენ უნდა ახალი გამოწვევები შევთავაზოთ ტურისტს. აქ უნდა იყოს გართობის ინდუსტრიის ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ვთავაზობთ გაუმჯობესებულ კი არა, ბევრი იმითი გაუარესებულ სერვისს ვთავაზობთ რაღაცა ამ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებმაც დაეუფლენ ამ იმას, რა ქვია, ამ სპეციალობას და იმ იმას ბევრად მაღალი შემოსავლის გამო პირდაპირ ევროპაში ახდენენ თავიანთი შემდეგი ცხოვრების გაგრძელების პოზიციებს. რაც შემდეგ იმას იწვევს, რომ აქ სრულიად ამ სპეციალობისათვის შეუფერებელ მოდი ეს მოუმზადებელ უფრო სწორი იქნება რა ქვია ახალგაზრდებს ვიღებ და თუ ადრე იმას ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამ 3 თვე მინიმუმ ჭირდებოდა იმისათვის რომ სტუმართან მისულიყო რაღაცას მომსახურე პერსონალი უშუალო კონტაქტში დღეს ეხლა რა ვიცი 2 კვირაში რო ვახერხებთ ამის იმას იმითიც ბედნიერები ვართ იმიტომ რომ არ არის შესაბამისი ისენი რა ქვია კადრები და ისე და კიდე ერთხელ ვიძახი რა ქვია ჩვენ მარტო ისტორიით დიდხანს ვერ გამოვახერხებთ შენარჩუნებას იმას რა ქვია ტურისტები ჩამოვლენ მე გახსოვთ ერთი პერიოდი იყო როდესაც ესპანეთი გახდა მთელი როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა მთელი პოსტსაბჭოთა ბანაკის მოზღვავების ისისა რა ქვია ჩავიდა იქ უამრავი მილიონობით და ესპანელები ცოტა გაზარმასდნენ იმიტომ რომ ისაც ცოტა სიზარმაცისკენ მიდრეკილი ის არის სამხრეთელები არ მიწყინონ რაღაცა იმიტომ რომ მე თვითონ ესპანეთთან ძალიან დიდი კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა ოღონდ
აი იმისათვის რომ ჩათვალეს რომ მუდმივად იქნება აქ ესეთი ამბავი, არ განავითარეს რაღაცა, ის ძველი სასტუმროები იყო დარჩენილი, არ განავითარეს იმას, ის ადამიანები ჩავიდნენ ორჯერ სამჯერ რაღაცა და მე უცბად აგერ სამხრეთში ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა შეთავაზა საოცარი ისენი, რა ვქია, ინფრასტრუქტურა, გართობის ისენი რაღაცა და თან იაფიანი გართობის ისენი და იაფიანი რაღაცა იქ შოპინგის რაღაცა ისაკა და მთელი ეს მასა გადამოვიდა აქეთ ამ მხარეს და ესპანეთს რომელსაც ეგონა რომ ასეთი რაღაცა ისა გვაქვს რა ქვია უტყუარი ნიშნები გვაქვს იმისაც რომ სულ ესე იქნება მზარდი რაღაცეები აი ამ შენებლობების და იმის დარგში ისეთი ის რა ქვია ზედმეტი შენებლობების და იმგენის ის მოვიდა რომ ეკონომიური პრობლემები გაიჩინა იმიტომ რომ შეწყდა ესეთი რა ქვია მოთხოვნა მის სერვისზე მის უძრავ ქონებას და ამავდროულად და ამავდროულად გია ძალიან კარგი და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ ძალიან ისიამოვნა ამ ერთსაათიანი დიალოგით მე მინდა წარმატებები გისურვო გაგიმარჯოს შენ და აი უკვე ერთი წლის თავზე კიდე რო შევხვდებით ამ სივრცეში დარწმუნებული ვარ რომ უკვე აი ძალიან ბევრ პოზიტიურ თემაზე ვისაუბრებთ ყოველ შემთხვევაში ის რეცეპტები რაც ახლა დავსახეთ იმედი მიქონიოთ რომ სრულობაში მიეცემა უკვე ერთი წლის თავზე. წარმატებები შენ, მადლობა. ბატონი გია გაგუა იყო ჩვენი მასპინძელი, ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალი შენობით ბიზნესთან კი მორიგ შაბათამდე გემშვიდობებათ. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი